დღეს გამოვედით რომ გამოვხატოთ სოლიდარობა ქალტემზე ამაღლობელის მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დღეს არის დაპატიმრებული წინასწარ პატიმრობაში, თუ უკვე მის ჯილი აქვს გარკვეული საპატიმროვა და იმისთვის, რომ ისინი იცავენ სამართლიანობას და უნდა ჩვენ ქვეყნისთვის, საქართველოსთვის უკეთესი მომავალი. ეს წერილები, ასე ვთქვათ, იდეა იყო, რომ იქიდან წამოვიდა ინსპირაცია, ასე ვთქვათ, რომ ძალიან დავამახსოვრდა ადრე ვლადიმერ კარამურზამ თქვა, რომ როდესაც ის იყო პოლიტიკური პატიმარი, ყველაზე მეტად მისთვის გამხნევება იყო, როცა მოდიოდა ხოლმე წერილები ადამიანებისგან, რომელსაც არ იცნობდა საერთოდ და ჩვენ არ ვიცნობთ ქალტემზიას, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ ესე გამოგვეხატა მისთვის სოლიდარობა და გადაგვეცა ის სურვილები, გაგვემხნევებინა რაღაცნაირად, დაგვეწერა პატარა გზავნილები და ვცდილობთ, რომ გადავცეთ ეს, გავუგზავნოთ და იმედია, რომ გაამხნევებს მას. სხვადასხვა მესიჯები აქვს, სხვადასხვა გზავნილებია, გამოძლეობას, მხნეობას უსურვებთ და ყველას გვინდა, რომ ბევრ ადამიანს უნდა ძალიან, რომ შეწყვეტოს შიმშილობა, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია, რომ ის იყოს მხნედ, ჯანმრთელად და გააგრძელოს ბრძოლა. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ყველა ქართველს, ყველა საქართველოს მოქალაქეს გვაქვს, არის ის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი სახელმწიფო. ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის საფუძველი მდგომარეობს ჩვენ სოლიდარობაში. თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც დღეს ფიზიკურად რეჟიმის მსხვერპლია და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ ბრძოლის წინა ხაზზე არის. შესაბამისად, მზია ამაღლობელი სიმბოლო არის, იმიტომ რომ განსაკუთრებული სისასტიკით ჯის რეჟიმი, მაგრამ ამ სისასტიკეს ასევე განიცდის ბევრი ის ადამიანი, ვინც აპროტესტებდა თვეების განმავლობაში. შესაბამისად, მთავარი გზავნილი არის ის, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ გეოგრაფიულად დედამიწის რომელ კუთხეშიც ჩვენ ყველანი ჩვენი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი სოლიდარობა ძალიან ძლიერი იარაღია ტირანიის და დიქტატურის დასამარცხებლად. ფაქტია, რომ ამაღლობელი რეჟიმს დისკომფორტს უქმნიდა იქ, სადაც ყვავის კორუფცია, სადაც ყვავის კლეპტოკრატია და გარკვეული ფაქტორების გამო ალბათ ის შეარჩიეს სამაგალითო დასაჯელად. და ასევე ჩემის აზრით განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ ამ დასჯის, ასე ვთქვათ, განსაკუთრებული დასჯის ფორმაში საერთოდ უგულებელ ყოს ყველანაირი პროცესუალური ნორმებიც. ესეც სიმბოლო არის, რაც ახასიათებს ავტორიტარულ რეჟიმებს, როდესაც ისინი შედიან პიკში, როდესაც ისინი გადადიან ტირანიაში, როდესაც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს არც კანონს და მთავარი ამოცანა ალბათ არის ის, რომ დაგვიმტკიცონ ჩვენ, რომ ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია, რაც შემდეგ საფუძველი იქნება რაღაც საზოგადოებაში აპათიის გაღვივების. ამიტომაც არ აქვს უფლება არავის ეხლა დღეს ხელი ჩამოვყაროთ და რაღაც აპათიაში გადავარდეთ. აპათია არის ყველაზე ნოყიერი ნიადაგი ავტორიტარიზმისთვის და ეს ჩვენ არ უნდა დავუშვათ. პირველ რიგში აქ ვარ იმისთვის, რომ ხარში დავიდგე ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ყველა იმათ, ვინც უკვე 2 თვეა სიცივეში გარეთ დგას და იცავს საქართველოს დამოუკიდებლობას, იცავს ამ ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან დემოკრატიას, თავისუფლებას. პირველ რიგში ვდგავარ მათ გვერდზე, ამისთვის ვარ აქ. მეორე საკითხი ის არის, რატომ ვარ აქ, არის რომ მოვითხოვ დაუყოვნებლივ დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის არალეგიტიმური მთავრობა და აუცილებელია, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა ქვეყანაში, ამისთვის საჭიროა ახალი არჩევნების დანიშვნა. მესამე, ვდგავარ აქ იმისთვის, რომ განთავისუფლდეს ყველა პატიმარი და შეწყდეს პოლიტიკური რეპრესიები, რასაც დღეს ჩვენ ხედავთ, უკანონო ჩხრეკები, დაკავებები, მუქარები, დაშინებები. მოვითხოვ აი ამის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. და რაც მთავარია, აქ ვარ იმისთვის, რომ ზიას მე პირადად როგორც ნინო პაიჭაძე, როგორც სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი, რომელიც მუშაობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, რომელიც ძალიან აფასებს თითოეული ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. მოვუწოდებ, ვთხოვ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა და ამითი დაგვეხმაროს ჩვენ, გაგვაძლიეროს აი ამ თავისი გადაწყვეტილებით. მე განსაკუთრებით, ჩემი ოჯახი წევრები იყვნენ ხალხის მტრები და მე ვარ ამ ხალხის შთამომავალი, ხო? ვიცი, რომ მე თუ დღეს აქ არ დავდგები, ხვალ საერთოდ არავინ არ დადგება ჩემს დასაცავად. ამიტომ მე მგონი ყველა უნდა დავდგეთ იმ ხალხის დასაცავად, ვინც ჩაგრება.
იმიტომ რომ ძალა ერთობაშია. სხვანაირად ჩვენ ვერ მივაწვდენთ ხმას და სიმართლეს ვერ დავიცავთ. არ შეიძლება რომ ერთი ადამიანი ჩაგრებოდეს და სხვები შვიდად და წყნარად უყურებდნენ ამას. ამიტომ ვარ აქ დღეს. და მზიას ალბათ ძალიან სერიოზული რაღაცა ადამიანისთვის ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რაც მზია მიიღო. საკუთარი თავის რაღაც შიმშილობა ამდენი დღის განმავლობაში ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად ძალიან რთული არის და ჩვენ ძალიან გვინდა რომ ამ შიმშილობამ რაღაცა შედეგი გამოიღოს, მაგრამ ამ ეტაპზე, როდესაც უკვე მისი სიცოცხლისა და პროტესტის შორის არჩევანი არის, ჩემი პირადი თხოვნა იქნება, რომ აირჩიოს სიცოცხლე და პროტესტის ცოცხალი რაღაც მხარდაჭერა და არ დაღუპოს საკუთარი თავი, მაგრამ გვესმის და პატივს ვცემთ ყველა მის გადაწყვეტილებას, მაგრამ ასევე ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადარჩეს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროტესტი კარგად დამთავრდეს და ნამდვილად გამარჯვებით დამთავრდეს. ქალბატონი მზია ძალიან ბევრი წელია და ძალიან დიდი ხანია არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტი და ადამიანი და მედიის წარმომადგენელი, რომელიც ყოველთვის აცვლიდა მართალ და ობიექტურ ინფორმაციას. ეს ჩემი აზრით და როგორც ფაქტები მიგვანიშნებს, არის მასზე თავდასხმა და ასევე მაგალითის ჩვენება. თუ რა შეიძლება დაემართოს თავისუფალ მედიას, თუ ის ვერ აუწყობს ფეხს ან შეეწინააღმდეგება გარკვეული პირების ინტერესებს, ასე რომ ვთქვათ. ყველამ უნდა ვაჩვენოთ სოლიდარობა, ყველამ უნდა დაუდგეთ გვერდში, არა მხოლოდ მას, არამედ ყველა პოლიტპატიმარს. საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოება ერთხმად უნდა დაუდგეს მას და ყველა პოლიტპატიმარს გვერდში. და სასამართლომ უნდა იმოქმედოს სამართლიანად და უნდა გამოუშვას. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რომ სოლიდარობა გამოვხატავთ მზია ამაღლობელის მიმართ და ყველა პოლიტპატიმრის მიმართ. საქართველოს ახლა სამწუხაროდ არის იმ პროცესში, როდესაც საფრთხე შეექმნა თავისუფლებას, დემოკრატიას, ჩვენ დასავლურ ინტეგრაციის მისწრაფებას. ემიგრანტები შევიკრიბეთ, რომ გამოვხატოთ ეს მხარდაჭერა და გვერდზე დაუდგეთ ჩვენ თანამოქალაქეებს, ვინც ფაქტიურად ყოველ დღე უკვე 2 თვეზე მეტი ქუჩებში იცავენ თავისუფლებას საქართველოში. მე მინდა გამოვხატო მხარდაჭერა და პატივისცემა. ძალიან რთულია, როცა უყურებ ესეთ გაბედულ ადამიანს, რომელიც მე არ ვიცნობ პირადად, მხოლოდ პრესიდან ვიცნობ, მაგრამ საკმარისი მაქვს წაკითხული მის პოზიციებზე, მის საქმიანობაზე მედიაში. მინდა რომ მხარდაჭერა გამოუცხადო და იმედი ვიქონიო, რომ მოეგება ჩვენი ხელისუფლება გონს და მის ჯანმრთელობას გაუფრთხილებიან და არ შეექმნება საფრთხე. ქართულ მოოცნებამ მზია ამაღლობელი აირჩია სამაგალითო და სასჯელად, სამაგალითო სამიზნეა მისთვის, რათა სხვებსაც აჩვენოს, რომ აი მზია ამაღლობელს თუ მოერევა ნეტგაზეთს თუ მოერევა ბათუმელებს, მაშინ ის შეძლებს ყველასთვის მოერევას და გააჩინოს ადამიანებში განცდა, რომ აი მზია ამაღლობელი დავამარცხეთ და თქვენს დაგამარცხეთ. მე მინდა მზიას სოლიდარობა გამოვხატო, მას გამძლეობა უსურვო ამ ბრძოლაში და მინდა რომ მან ეს ბრძოლა დიდხანს გააგრძელოს, იმიტომ რომ მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მზიას კარგად ყოფნა, მზიას ჯანმრთელობა და მინდა რომ ძალიან მალე დაგვიბრუნდეს და ქართულ მოოცნებამ ამოქოქა მთელი სახელმწიფო მანქანა თავისი პროპაგანდისტული ტელევიზიები, სასამართლო, პოლიცია, რობოტების ქარხნები ერთი კონკრეტული ადამიანის გასანადგურებლად, ერთი კონკრეტული ადამიანის დასამარცხებლად, მათ უკვე ყველაფერი გააკეთეს მზიას პიროვნების დისკრედიტაციისთვის, თუმცა ეს ცდელობა არის ფუჭი, ამაო, იმიტომ რომ სიმართლე არის მზიას მხარეს, სიმართლე არის ჩვენ მხარეს, სიმართლე არის დამოუკიდებელი ქართული მედიის მხარეს და მათი ეს ცდელობები უსაფუძვლოა. ისინი ხშირად ამბობენ, რომ აი
ადამიანმა რომ პოლიციელს სახეში ხელი გაარტყოს, თუნდაც ამერიკაში რა მოხდება. მე გეტყვით რა მოხდება, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ასეთი და ადამიანებს არსად ასე სასტიკად დაარსჯიან, ასე სამაგალითოდ არსად დაარსჯიან სილის გაწვნისათვის, იმ სილის გაწვნისათვის, რომელიც არაერთ ათეულობით საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალადობის კვალი ვერ დაინახა. საქართველოს სასამართლოებს აქვს განხილული არაერთი საქმეები სილის გაწვასთან დაკავშირებით და სასამართლოებს სხვა შემთხვევებში ნათქვამი აქვთ, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება აღიქმებოდეს თავდასხმად და ძალადობად. შესაბამისად, ეს ასე უნდა იყოს მზიასთან დაკავშირებით, თუმცა მზიასადმი განსაკუთრებული მოპყრობა, განსაკუთრებული სისასტიკით მოპყრობა ქართულმა სისტემამ, ბიძინევანიშვილის სისტემამ აირჩია იმის გამო, რომ ის არის ჟურნალისტი, ის არის ქალი ჟურნალისტი და გონიათ, რომ მას ადვილად გატეხან, რაც არ არის და სისტემა აუცილებლად დამარცხდება სიმართლესთან ბრძოლაში.